მოგესალმებით ბაკურიანი და როგორც იქნა ჩამოვედით, იმიტომ რომ პირველ რიგში გოგოების სურვილი აგვეხტინა. ყველაზე მაგარი დღე თუ არ ვიცი, ყველაზე მაგარი დღეა მოკლედ. იმიტომ რომ მივდივართ სასრიალოდ და ეხლა გაჩვენებ ჩემ ჩაფხუტს. ვაუ. მამი ფუჭდა ჩაფხუტ. რა გაგიფუჭდა ყურები მოდრო. არა უშავს ამ ყურებზე იძახის დანიელა. მოძრო, მაგრამ გავაკეთებთ. აი, დედას ექნება ყურები. არა. აი ეს არის დედას ყურები, უბრალოდ წებო არ წამოვიღე და პროსტა უდრე. ემილი, არ არის ჩემი. ეს და ხორის ყურები არისო. ესე იგი, რაც თავარია, ღამე ძალიან მაგრამ მოთოვა. ისო ეხლა ვემზადებით ჩასაცველად და მივდივართ. სათხამუროდ. აი ჩემი ქურთუკი აიგდებს. კაი, ვიცმევთ. ხო, ოთახი ცოტა მირეული გვაქვს, გვაპატიეთ, იმიტომ რომ ზამთრის დასვენება ესე ითხოვს ხოლმე რა. და სათვალის მაგახალი მე. აი. თუ კი მაგ და იქ სათვალი მიდო ჩემი მომიდა. და თერმოტარსაც მეში ცხელა? ცოტა კი. მე ამათ ცხელა იმიტომ ფუმფულავთ მე კიდე აი ელასტიკი ვისრავთ ჯანდაბა. ჯანდაბა. ისე მე გვაქვს ძალიან მაგარი ლაიფჰაკი, როგორ წავიღოთ თხილამურები და ჯოხები ერთხელში. ეხლა ამას ჩავიცნოთ და გავალთ. 2 წამს. 2 წამს. ობა. ობა. დანი შენ სტრაფი ხარ. შენ ეგრევე ქურთუკი, ხო? ზემოდან. მამა ერთ ფერებში არიან. ნუ მამა სხვა ქურთუკი აქვს, მაგრამ ისე შავებში არიან. ორივე. რაც ისეთია რა. დავედით. და მე ფოტოშოპის ახლა დედა არის ოპერატორი. ქურთუკი. ამიტომ ცუდად გამოვჩდები ჩემი გოლი არ არის. რას ვიხე? ჩემი ქურთუკი. ჩავიცვათ ქურთუკი. მაგრამ დამცხება ძალიან გეხვეწებით სტრაფად ჩაიცვით. მე უკვე მცხელა. ხო. მარტო მე მაცვია ქურთუკი. და მამიკოს მე არ მაცვია. აბა, ეხლა უკვე ვემზადებით. ემილიამ უკვე თითქმის ჩაიცვა. დანიელამ. მე ძალიან ლამაზი ის მაქვს მწვანე ფეხსაცმელი და სტაფილოსფერი თხილამურები. ძალიან ლამაზია, თან ცისფერი ხალთათმანები მაქვს და ვარდისფერი კოსტუმი. ძალიან ლამაზი ვარ. აი ველოპეპელა ხარ. ხო. ეს არის. ცოტა კლოუნი. ეს ვის თხილამურებია, ეს მინდა ანიასი, ეს ემილიას. აქტიურად ჩვენ უკვე მზად ვართ პირველი დაშვებისთვის. აბა დანია მზად არის ყველაფერი. რაიდერებო. ვინერვიულო. გასწავლოთ. აბა, აი ესეც კოხტაზე ვართ ეხლა, აბა. უნდა გასწავლოთ როცა გაგვთა ეს ფოლინა და აბა რაიდერებო. აჰა. ეს უნდა დააწე. მე და დანი ამოვედით. დავისველოდებით? დერეზენი. აჰა, ველოდებით. გამოჩდები. მოლენტრო ვიყინები. აი ესეთი ამიდია. აი ამიდია ეს ფოტოშოპი. აი მოდიან. ეხლა ზემოდან მოდიან გოგოები. ცოტა ნელა. ეს ერთო ვითრვადი ხა? კი. არ გვისაუზნია და წამენ რაღაც. ეხლა ავდივართ. დანი როგორია მოგწონს სრიალი? თქვენ მოგწონს სრიალი? გოგოებო. კი ძალიან. აქეთ რა სილამაზეა? I'm gonna dance by myself like nobody's watching. Don't really care if my rhythm's off, 'cause I'm gonna dance like nobody's watching me. I'm gonna dance
gonna dance, dance, dance like nobody. ეხლა არის მეორე დღე, დილის 10 საათი. დილიდანვე გამოვედით, იმიტომ რომ თუ სხვა არის, ეს ჩასასრიალებლად, აი ძალიან სწორი არის. და დღესთან წესითზე უნდა გამოვიდეს, მაგარი ამინდი უნდა იყოს კიდევ უფრო ვნახოთ. და რავი, მე მგონი მზად ვართ, ხო? ი შემოვედით საჭმელად, ტანია ცეკავს, ბავშვები იქ მიირთმევენ. ჩვენ კიდე ველოდებით, ჯერ ცარიელია მაგიდა და ვაგრძელეთ, ა? ვაგრძელეთ? ეხ ჩვენ ავდივართ. დანი როგორ ხარ? გოგოები ერთად წავედით. დღეს არის ბოლო დღე, ეხლა არის დილა, საუზმობთ. ბოლო სრიალის დღე, მაქსიმალურად გვინდა რომ გამოვიყენოთ. თელზე გვინდა სრიალი, ღამე გვინდა წასვლა. გოგოები საუზმობენ. რას მიირთმევთ? მე ძეში ვურთულებს. მომდე. დღეს ძალიან ადრე ავდეგი, რომ ვისრიალო. და მიირთმევ ესეც მოვიდა. ესეთი ამინდია ძალიან. დოვსტოვ. ჩემი საუზმეც მოვიდა. აქ უნდა პირი რა. აი. ემილი, დანი, 3 დღე სრიალებთ, თუ 4 დღე. როგორი შთაბეჭდილებები გაქვთ, ანუ მოგეწონათ, კიდევ გინდათ? კი, ძალიან მაგარი მომეწონა და კიდევ მინდა რა თქმა უნდა, მაგრამ მეწყინა ერთი რაღაც, რომ ქარი რომ არის, ღამე ვერ ვსრიალებთ და ძალიან მაინტერესებს როგორია ეგ და იმედია დღეს შევძლებთ, იმიტომ რომ მე მგონი ქარი არ არის. ხო, ღამის სრიალზე ვერ წავედით, ყოველდღე არის ცუდი ამბავი. მოგეწონა სრიალი? სრიალი მოგეწონაო? კი. კიდე სრიალი ბევრს? კი. დაიღალე? არა? სხვათა შორის ეს ცუდი, ანუ ქარიანი ამინდები იყო, აქ არ იყო ქარი კოხტაზე, მაგრამ ის ქარიანი ამინდები იყო და ხის შემთხვევაში თითქმის ყველა საბაგირო დაკეტილი იყო და აქ იყო რიგები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყველა მოდის ხოლმე კოხტაზე. მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილები ვართ. რიგები რომ არ იყოს კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზავთ? ტანია ცოტა წუწუნევდა ბოლოს რიგების გამო. გოგოები ემზადებიან უკვე? მე ვტოვკები გავიკეთე. უკვე ემზადებიან? არა და აქ ფეხით გავდიოდით ხოლმე. გაზარმაცდნენ რომ სასტუმროდან რომ გამოდიან, აღარ უნდათ თქლემურების გარეშე გავლა და პირდაპირ მიდიან. ოპა. მე კიდევ აი ესე წავიგებ თქლემურებს. თუ ანუ როცა ჩაიცვეთ, თუ არ ხარ დაწუნებული რომ კარგად გაგთხლემურებს დაარტყით. ოჩაკ დანი. წავიდა. ემილი აღმოჩნდა ყველაზე ნელი. ჩვენ უკვე მოვედით და ზუსტად ეხლა ირთვება საბაგირო, აი 10 საათზე მოვედით ზუსტად. აი ჯერ რიგები არ არის. ერთ-ერთი პირველები დავეშვებით, ასე ვთქვათ.
ესე იგი ჯერ ავდივართ ისე ვაუ ძალიან მაგარია ძალიან პირველ რიგში ყველას გირჩევთ ვინც არის თქილამურებზე დგომა ისწავლეთ თან ეხლა ვინც გვიგებს აი ძალიან მაგარ კადრებს სხვათა შორის ახალი ასე თქვა სერვისი დაემატა თქილამურების სწავლაც და გადაღებაც მართლა ესეთი რაღაცა მე მგონი აქ არ არის რომ სრიალებ და გიგები რა მაგრამ ასწორებს ძალიან რა იმიტომ რომ ყველა რაღაც კამერას დაიმაგრებ ეს სხვა რაღაცა კონტაქტი მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში ვისაც დაინტერესებს დაუკავშირდით და გადაღების ხრივაც ძალიან მაგარია აბა ისევ შევხვდებით